დასავლეთ პორტუგალიაში მდებარე სადო ესტუარი მოლუსკების სამშობლოა. მოლუსკების ხელოვნური მოშენება ძალიან წარმატებული საქმიანობაა აქაურ წყალმეჩხერ სანაპირო ზოლში, რომელიც სავსეა ბუნებრივი ნოყიერი საკვებით. ერთ-ერთი ასეთი ადგილობრივი ფერმაა აკვანოსტრა, რომლის მენეჯერიც არის ანტონიო კორეია. მომხმარებელი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი, სიამოვნებით ყიდულობს მისი ფერმის პრემიუმ კლასის მოლუსკებს. მაგრამ ეს მზარდი ბიზნესი ერთი სირთულის წინაშე დგას. ფერმაში საკმარისი რაოდენობის მუშახელის დაქირავება ძალიან ჭირს. ჩვენი ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემა არის დასაქმების მსურველების პოვნა, რადგან საბოლოო ჯამში ყველაფერი პერსონალამდე, გუნდის შექმნამდე მიდის. თუ არ ყავს ხალხი, უბრალოდ ვერ შეძლებ ამას. E se não tivermos pessoas, não conseguimos fazer. ზღვის პროდუქტების მოშენება სანაპირო ზოლის მოსახლეობისთვის ჯანსაღი სურსათის მიცემად შეუძლია და თან ეკონომიკის ზრდასაც უწყობს ხელს. მაგრამ ხამანწკების საშენში შრომა, რაც გულისხმობს მათ გაზრდას, მოსავლის აღებასა და ბოლოს დაფასოებას, ძალიან რთულია. მთელ ევროპაში ასეთი ტიპის ფერმებში როგორც წესი ნახევარგანაკვეთზე ასაქმებენ ხალხს, ან სეზონურ მუშახელს იყვანენ. ხშირად მიგრანტებს, რომელთა ასაკიც ძირითადად 50 წლის ფარგლებში მერყეობს. მენეჯმენტს უჭირს ახალგაზრდა კადრების მიზიდვა, რადგან ისინი ნაკლებად ეტანებიან ბუნებაში შრომას. ჩვენი ინდუსტრიის, სამწუხაროდ ჩემი აზრით, საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, სულ უფრო ნაკლები კავშირი აქვთ ბუნებასთან. არ უყვართ ბუნების წიაღში ფიზიკური შრომა. პირადად მე მგონია, რომ ეს ძალიან სასიამოვნო და მომგებიანი საქმიანობაა, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება სულ უფრო ნაკლებად გვხვდება ახალგაზრდებში. Mas cada vez vemos menos isso nos jovens. ევროპის ლურჯი ეკონომიკა პანდემიის შემდეგ ძალიან მყარად დადგა ფეხზე და ახლა 3,5 მილიონ ადამიანს ასაქმებს, მაგრამ მუშახელის დეფიციტი აფერხებს მის სწრაფ ზრდას. ზოგიერთი ინოვაციური პროექტის ფარგლებში ახლა ცდილობენ მოძებნონ დასაქმების ისეთი მსურველები, რომლებსაც რთულად იყვანენ სამსახურში, მათ შორის კრიმინალური წარსულის მქონე ახალგაზრდებს. სოციალური ინოვაციური კოოპერატივის აფროქსიმარის კოორდინატორი რიტა ლოურენსო ხელმძღვანელობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს Turning Blue, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში ეხმარება ახალგაზრდა პატიმრებს იპოვონ სამუშაო საზღვაო ინდუსტრიებში. ჩვენ Turning Blues ორმხრივად მომგებიან პროექტად მივიჩნევთ. ის მომგებიანია სასამართლო სისტემისთვის, რადგან დასაქმება ძირითადი ფაქტორია თუ გვინდა რომ დანაშაულის განმეორებით ჩადენის ციკლი დაირღვეს. ხოლო ლურჯი ეკონომიკისთვის იმიტომ არის მომგებიანი, რომ ის ფართოვდება და მუშახელი სჭირდება. ასე რომ ეს პროექტი მთელ ევროპაში ყველასთვის სასარგებლო გონია. პორტუგალიის ერთადერთ არასრულწლოვანთა ციხეში, რომელიც ქალაქ ლეირიაში მდებარეობს, ის ახალგაზრდები არიან დაპატიმრებული, რომელთაც დანაშაული ჩაიდინეს. აქ მათ აძლევენ განათლებას, უწევენ კონსულტაციას და ასწავლენ გარკვეულ შრომით უნარებს, რათა გათავისუფლების შემდეგ ახალი ცხოვრება დაიწყონ. რიტა ლოურენსო და მისი გუნდი ამ ციხეში იმ პატიმრებთან შესახვედრად მოვიდა, რომლებსაც სურთ ლურჯ სექტორში დასაქმება. ერთდღიანი სემინარის ფარგლებში იყენებენ ვირტუალური რეალობის მოდელს. მიმდინარეობს საუბრები და შეხვედრები დარგის ექსპერტებთან. რის შემდეგაც საზღვაო ინდუსტრიაში სხვადასხვა პროფესიით დასაქმების უამრავი შესაძლებლობა ჩნდება. ეს კი მხოლოდ დასაწყისია. პროექტი Turning Blue მიზნად ისახავს, რომ დაეხმაროს ამ ახალგაზრდებს, გაუწიოს მენტორობა, გადაამზადოს და დამსაქმებლებთან პირდაპირ დააკავშიროს. ეს პროექტი მხოლოდ ზღვასთან დაკავშირებული დასაქმების ხალხშეწყობას არ ემსახურება. მისი მიზანია იმედი ჩაუსახოს იმ ბიჭებს, რომლებიც ძარდობენ, რომ კრიმინალური წარსული ხელს შეუშლით კარგი სამუშაოს პოვნაში. როდესაც გარეთ გამოვალთ, სამუშაოს პოვნა ძალიან გართულდება, რადგან ციხეში ვისხედით. ხალხი იმის მიხედვით შეგვაფასებს, რაც ჩავიდინეთ და არა იმის მიხედვით, რაც ახლა ვართ. ინდუსტრიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები ამ შიშს მეტნაკლებად ფანტავს. სუის ბიოლოგმა ჟუან რიტომ, რომელიც პატიმრების ჯგუფთან სასაუბროდ მოვიდა, პარტნიორთან ერთად დააფუძნა სტარტაპი თევზსაშენი სიენშა, რომელსაც ამ იმედისმომცემ სექტორში გარკვეული ცვლილებები შეაქვს. ეს თევზსაშენი ლისაბონის ჩრდილოეთით პენიშიში, მეთევზეთა ქალაქში მდებარეობს, სადაც ის აშენებს თევზ გარბულს, რომელიც სწრაფად იზრდება. ჯანსაღი საკვებია და გემრიელად ამზადებენ. ამ სტარტაპში, რომელშიც ძირითადად 20-დან 30 წლამდე ახალგაზრდები არიან დასაქმებული, სჯერათ, რომ მიაგნეს თევზის მოშენების ისეთ მეთოდს, რომელიც არ უნებს გარემოს და ეკონომიკური თვალსაზრისითაც მომგებიანია. თევზს რეზერვუარებში აშენებენ, რომლებშიც ზღვის წყალი შეედინება და გამოედინება.
მართალია, რომ ჩვენ უფრო მეტ ახალგაზრდას ვიზიდავთ ჩვენთან სამუშაოდ. ალბათ იმიტომ, რომ მაღალ ტექნოლოგიებსა და საოპერაციო სისტემებს ვიყენებთ, რომლებიც გაცილებით ეკომეგობრულია. ხალხი თავს გზნობს მისიის მონაწილედ და ჩვენ მართლაც შეგვაქვს ჩვენი წვლილი, რათა გადავჭრათ საზოგადოების წინაშე მდგარი დიდი პრობლემა და ამ პლანეტაზე ცხოვრება შესაძლებელი იყოს. ევროკავშირის დაფინანსებით კომპანია Siensha ქალაქ პენიშიში ინდუსტრიული მასშტაბის საწარმოს აშენებს. ისინი გეგმავენ, რომ 2030 წლისთვის წელიწადში 5000 ტონა თევზი აწარმოონ. ამ თევზს აშენს მაღალკვალიფიციური კადრი სჭირდება, რომელიც შეძლებს მაღალტექნოლოგიურ დანადგარებზე მუშაობას. იქნება ეს წყლის ფილტრები, ლაბორატორიული იარაღები თუ კვების ავტომატური სისტემა. ამ საწარმოს ძალიან დაეხმარება სტაჟირებისა და აკადემიური პარტნიორობის სისტემა, რათა ახალი მუშახელის მომზადება შეძლოს. ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ უნივერსიტეტებთან და სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან, რათა გადავამზადოთ ეს ხალხი და შემდეგ დასაქმებად შევთავაზოთ ჩვენს საწარმოში. როდესაც თევზის მაღალტექნოლოგიური ფერმა გაფართოვდება, მას მუშახელის საბაზისო ოპერაციებისთვისაც დასჭირდება, როგორებიცაა თევზის დამუშავება, შეფუთვა და გაყიდვა. ამ ფუნქციების შესრულება შესანიშნავად გამოუვათ საპატიმროდან გამოსულ ადამიანებს. ამჟამად ევროპაში 1,5 მილიონი პატიმარი ზის ციხეში, მაშინ როცა საზღვაო ინდუსტრიაში კადრების დეფიციტია. ლურჯი ეკონომიკა უამრავ პრაქტიკულ სამუშაო ადგილს გვთავაზობს, მაგალითად თევზჭერის, აკვაკულტურისა და ტურიზმის სფეროში. აქ დასაქმებას არ სჭირდება ძალიან მაღალი კვალიფიკაცია. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ასეთი ტიპის საქმიანობა შესაფერისია ამ ახალგაზრდებისთვის. მაინც რას ფიქრობენ თავად ეს ახალგაზრდები პროექტის სემინარზე? დიდი სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა, რადგან მართლა მინდა გავხდე წყალქვეშა შემდუღებელი. მინდა ვისწავლო მეთევზეობა. Როცა გარეთ ვიყავი 16 წლისა, ვცდილობდი დანკესით მეთევზეობა და ძალიან მომწონდა ეს საქმე. მე ტურიზმი მომწონს. შევძლებ მსოფლიო მოვიარო, მოვინახულო ახალი ადგილები და შევხვდე ახალ ხალხს. ანტონიო კორეიას, ხამანწკების მომშენებელს, ადრეც აუყვანია სამუშაოდ ყოფილი პატიმრები და ახლაც დიდი სიამოვნებით დაასაქმებს. მას პატიმრების წარსული კი არ ადარდებს, არამედ ის, თუ რამდენად დიდხანს შეძლებს შეინარჩუნოს ისინი, რათა ხელობა ასწავლოს. ანტონიო ფიქრობს, რომ ყოფილი პატიმრები შესანიშნავად გაართმევენ თავს ხამანწკების მოშენებას, რაც მძიმე შრომას მოითხოვს. ყველა იმსახურებს მეორე შანსს. ასეთი წარსული, ასეთი ცხოვრების ეტაპის გავლა არ უნდა იყოს პრობლემა. პირიქით, მე ამას ვუყურებ როგორც შესაძლებლობას. ის, ვისაც სურს ცხოვრების თავიდან დაწყება, ვინც რთული ცხოვრება გაიარა, შესაძლოა უფრო მეტად აფასებდეს ახალ შესაძლებლობას. პროექტი Turning Blue 2026 წლის აგვისტომდე გაგრძელდება პორტუგალიაში, ნიდერლანდებში, რუმინეთში, კვიპროსსა და იტალიაში.